მოვიწვია, როცა ძალიან მჭირდება თქვენი ხარდაჭერა, თქვენი გვერდში დგომა. გამიხარდება ძალიან თუ ჩემს ვიდეოებს უყურებთ. ეს თვე მართლა ისეთია, როცა ძალიან მჭირდება, თუ მოგეწონებათ ვლოგები გამიხარდება, თუ თვალს მიადევნებთ ყავასთან ერთად, თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, ბუნებრივია და ვინც აქტიურად მიყურებთ, იმედია, რომ საინტერესო იქნება. ჩემი ყოველდღიურობა ხან ერთი და იგივე, ხან ცოტა განსხვავებული, ხან ძალიან განსხვავებული, როგორც ხდება ყოველდღიურობაში. წინასწარ ძალიან დიდ მადლობას გიხდით აქტიურობისათვის. ეს გახლავთ ერთი ლავაშის ნახევარი. შესაძლოა კიდევ ცოტა ნაკლებიც, რომელიც გავჭერი შუაზე. ამაში არის შემწვარი კვერცხი და ცოტა ყველი. აქ სულ 2 კვერცხი შევწვი, მაგრამ რადგან თვითონ ლავაშია პატარა და მე ეს კდებოდა და მოკლედ მთელი ამბები, ეს კვერცხი აღარ დავამატე. ამაში გახლავთ ტუნა ზეთში, რა თქმა უნდა, ოღონდ ზეთით და მთელი ამბებით არა ცოტა გადაწურეთ, ბევრი ზეთი არ ამოყვეს, ტუნა ცოტა ყველით. აქ კი ტრადიციულად არის სალათი, კიტრი ცოტა ნაკლებია, რაც შეცდომაა და კიტრი მეტი უნდა იყოს, ანუ სიმწვანი, ამწვანილები ან რაღაცები, მაგრამ რადგან ახლა დავბრუნდი, ეგ ყველაფერი დიდად აღარ მქონდა სახლში, კიტრი მაქვს, მაგრამ ცოტა გული მერევა კიტრზე. ამიტომ დღეს იყოს ასე. და ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყოთ, ეხლა მეთქვა არის ის, რომ კვერცხს არ აქვს მარილი დამატებული, რადგან ყველია მარილიანი, მლაში არა, მარილიანია. ამიტომ ვცდილობ, რომ ამით დავაბალანსო მარილი, თქვენ იცით, რომ მე მლაშე საკვებს ვიღებდი. შესაბამისად, ორგანიზმი ცოტა უნდა ამოვასუნთქო და გადავწყვიტე, რომ აი ამ თანაფარდობით მივირთვა ხოლმე, რაბეს თუ მივირთვებ. არც ტუნას არ აქვს ბუნებრივია მარილი. მშვიდობის მეგობრებო. 7:15 გავიღვიძე 7:12 წუთზე, ზუსტად მაღვიძე რა დაყენებული რაზეც მქონდა. ხო და ახლა ვეკაჩები მარიკოს ადექით ხო და ჯერჯერობით. დღეს მორიგე ვარ, ამიტომ ესეთი ცილის დრო აღარ არის ყოველ შემთხვევაში. როგორც ყოველთვის თქვენს გვანცეს პური, თხილი, ყველაფერი დარჩა ისევ სოფელში და თავიდან მაქვს აქ საყიდელი თან ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ პური მქონდა წამოღებული და ვიჯექი არ ხეინად, თურმე რა ის პური გაქვს შესაწყალო წამოღებული, ქაკაკ დარჩენილი, რა ქვია. არა და გუშინ კაცო ხოჭამე პური და თითქოს ახალი ცელოფნიდან ამოვიღე და თუ ახალი ცელოფნიდან ამოვიღე, გამოდის წამოვიღე. და გაფიცებთ სახლიდან სადაც წამეხო, ახლა ის რა ქვია. მოიცათ ერთ წუთი. რა ვიცი, ფაქტია არ არის და. არა უშესკოს თუ სოფელში მაინც დამჭირდება, ხოლმე წავიდე და იქ მივირთმე, მათი ვერ შემინახავენ, მაგრამ ეს რა არის, მე არ მინდა. ამ ბოლო დროს საერთოდ სხვადასხვა საყურებს აღარ ვიკეთებ, რავი თუ შეამჩნიეთ. თითქმის ერთი და იგივე მიკეთი რა. იმიტომ რომ ცხელა და არანაირი სურვილი არ მაქვს, აქ რაღაცა კონციალები მეკეთოს და ის რა ქვია. ამიტომ ეს მიკეთია, რა ვიცი. ამდენი ხანი. კაი ხანია. საათი ნახოთ. მარიკუნა ადექი საყვარელო აღარ არის მაგდენი დროდე, ადექი ჩემო სიცოცხლე. მარიკო, აბჭანდიდე. ხო და სკლეროზი მაგეფიცებით რომ. არ და ხო ყველაფერი ჩადეოდე და მთლი მეკითხე. კი მე ვთხარ, ყველაფერი ჩავდე. და რა ჩავდე გაფიცებთ აბა. არ ვიცი. დაანდაცხა. სუნამო აღარ გამომიყენებია, დაახლოებით რო გითხრათ რამდენიმე
ორი თვეა, ხო რა, სუნამო. რაღაცნაირად აი თაბროს ხოვები რომ მქონდა ძლიერი თაბროს ხოვები ნებისმიერი სუნი მაღიზიანებდა ძალიან და აი მაგ დროიდან გოგოებო სუნამო ვეღარ ვიპკურებ არ ვიცი მაღიზიანებდა სუნი ყველანაირი ოღონდ ყველანაირი და იმის მერე აღარ გამომიყენებია და მე ხო იცით როგორ მიყვარს ჩემი სუნამო მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ჯერ არ მინდა არ ვარ რაღაცა სუნებისთვის კიდე მზად აი ეგეთი უცნაურობებიც ხდება ცხოვრებაში რადგან ეს თაბროს ხოვები მქონდა ეხლა ვიკავებ თავს ნებისმიერი სუნებისაგან იმიტომ რომ მაღიზიანებს მაინც წარბის ფიქსატორი გოგოებო სოფელშიც არ არის დამრჩა თქო რომ ვიძახდი სად არ არის რა ვიცი სად არის ვერ გავიგეთ იქნება მაჩემის მანქანაში გდია მაგრამ არ არისო მეუბნება და უკან საბარგულში ჩემი ბარგი და სავარაუდოდ იქ ამოვარდა მაგრამ არ არისო იძახის და რა ვიცი სად არის ფიქსატორი უნდა ვიყიდე თავიდან ყოჩა ხვანცა აღფრთოვანებას ვერ მალავ პირდაპირ შენი მოქნილობით ჩვენი სიყვარული გავიკეთოთ გუშინ გოგოებო თავში წავმიტივდი და ვაიმე მეთქი ის მეორე ბეჭედი სად მაგ თქო რა ოქროს ვაი წამოვხდი ღამე ვეძები ამ იმაში სადაც ოქრული მილაგი არ არის გადამიცივდა გული მეთქი ხო არ თავკარგი მერე ვიპოვე სხვაგან ჩამედია მაგრამ სანამ ვიპოვიდი გულის შვიჯერ წამივიდა მე ხალხურად მინდა ოქრო წუთში ერთხელ კარგავ კაი всё მარიკო გავა გოგოებო ვიყიდე დივანი რომელიც დიდი სამზარეულო ხო გვაქვს სოფელში და იქ მინდა რომ დაიდგას მე რო დივანი მაქვს ხო იცით ეგეთი რომ სათავსოც იყოს რამე რო იყოს ტელევიზორი გვაქვს და ისე ვაწყობთ ყველაფერს რომ ჩვეულებრივად რომ შეგიძლია დაიძინო იქაც და ბეჭი მაგ ბევრჯერ წამოვგორდებით ხოლმე და იქ დავიქაც დავიძინებთ ხო და თან სათავსოთი მინდოდა რომ რაღაცა გჭირდება ისეთი რაღაცები ყოფილში მანდ მე ჯერ ვიფიქრე ორკაციანი ხო არ ვიყიდო თქო და ანუ მე რო გადავხედე ორკაციანი აი მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი სახლი გვაქვს და რა ვიცი ხა ვისაც უნდა იმდენი კაცი დარჩება მაინც ვარჩიე რომ ისეთი ყოფილიყო რომ ადამიანი წამოწვეს რადგან იქ ტელევიზორიც გვაქვს და ოფიციალურად იქ ვაპირებთ როგორ გოგოებო იცით აი მუდმივად იქ რო ხარ ხო იცი იმიტომ რომ იმდენად დიდი სამზარეულოა რომ გვინდოდა ტელევიზორი რადგან იქ დავკიდეთ იქ დივანი ყოფილიყო და კომფორტულად ყოფილიყო ეგ ყველაფერი და მაგიტო ვიყიდეთ და 400 ლარში ჩავეტიე კაი ახლა გავიქეთ სამზარეულოში გავიქეცი სამსახურში დრო გადასარევია მინდია მე მგონი წესით არ უნდა იწვიმოს მოდი ჩვენი რაშიანო მახსოვს არის ოფიციალურად შავი სად მივალთ თუ არა აქ იმიტომ რომ გვანცას დაავიწყდა პური და თან მარიკოს უნდა რა უნდა მარიკოს წვენი ხილფაფად რა ვიცი რა ქვი ეგ უნდა როგორ წესი რომ ჩამოვდივართ ხოლმე დიდხანს აღარ მიწევს აქ დგომა 5 წუთი 3 წუთი მაგრამ დღეს ისეთი ცხოველი შეგვხვდა რომ დაფრინავს რაც ნიშნავს იმას რომ 7 წუთი აქ უნდა ვიძეგე და ვიყურყულტოთ ხო დედა ერთი ის არის რომ მივახციო იმამდე სამსახურამდე არ გამიწვევდეს ახლა და არ დაბლპე არც მე არ მაწყობს მე იმიტომ რომ ეზოში ვერ გავიყვანთ ბავშვებს რა არის დე მოგწონს დედი აწი ერთი თავი რა ლამაზი ხალხად დედას ჯერ არ არის მიღებული ლიტური პური ეს რა არის ეს არ არის ზარარი ეს უნდა ავიხოთ
ვალარი 7 და რაღაც. შენი გოზის მეტი რა მაგას არჩევია ოღონდ ანუ და სამტროები. ახლა მაგის დრო არა დღეს ვერ ჩავაგდებ, უნდა მივირთო ხილეული. ამიტომ მომიწია ყიდვა და მივათხრში კაი თითქმის 8 ლარი. ნუ არა უშავს ამას ძირითადად უფრო სამსახურში დავტოვებ ხოლმე რა. და იქ მივირთ მე. ორი სხვა მინდოდა სხვა წამოვიღე, მაგრამ ესე ჩემიც და მივირთო უბრალოდ ის მერჩივნა. წამოდიდე. უფრო მეტი იდევს შიგნით ანუ, მაგრამ არ გვქონდა. თემოლის ვაუჩერი ხო მაქვს. ახლა მაქვს 100 ლარი. მანდ დანარჩენი კობამ დახარჯა. ხო და ახლა ვფიქრობ ჯერ არაფერი არ მინდა ესე დიდად სამოსი, იმიტომ რომ ანუ აი ამ წონაზე არაფერი არ მომწონს მოკლედ სიმართლე რო ვთქვა. მაგრამ ხო არ გავიდეთ ხო როდის კაცმა არ იცის, მაგრამ როდის მე ხო და ვიყიდო რაღაცები, ანუ უფრო ვფიქრობ თუ სრომბას მჭკი რაღაცა იქნება მსგავსი ეგ ვიყიდო. აქეთ გადმოდიდე რომ პარკი გვხდება. ხო იქნება რამე. სიმართლე გითხრათ ეგ მირჩენია ვიყიდო, იმიტომ რომ ფეხზე მაინც საყიდელი მაქვს ახლა. ისინი რაც მაქვს არ მომწონს ხო და ბარემ გამოვიყენოთ ვაუჩერი. აი შესაძლოა რამე მოდიდე ზედაც ვიყიდო. მოგეთ რაღაცებისთვის უნდა გავიდეთ. ამერიკი დავამატებ, მაგრამ ეგ არის მიზანი მაგისთვის. გლდანში უნდა გავიდე, გლდანის თიმოლში. საბურთალოც არის, მაგრამ მე ისე არ მიყვარს საბურთალო, რომ აი ეს გადაჯდომა მკლავს, ამიტომ გლდანი მირჩევნია ისევ. ხო და ერთი დღე წაგაბრძანებთ. არჩიოთ. მე ესე ვჩევ კაცმარიც, მაგრამ ქუჩაში არ დავყაროთ ნაგავი ნაგვებო. არ შეიძლება. აი ასე დატოვოთ თქვენი ნაღორალი, ღორებო. სხვა სიტყვა ვერ შეუფარდე. მე მაპატიეთ, სხვა არაფერი არ გქვიათ. კლავს ეს ქუჩაში ნაგვის დალაგება. აი ჩემს ახთანაც რომ მიტოვებენ ხოლმე რასაც წონს დალევენ და დამიდებენ იქ. აი მინდა რომ რა ვიცი მე რა. ხო და ერთხელაც თუ კამერები გადავახვიე, რომელიც ზუსტად მაგას უყურებს და ვნახე და მივუსწარი, ხო? რა ვიცი, მე კი იცით რომ მე ნერვები ცოტა ვერ მოხს წესრიგში. დედას გულის გულები, სიყვარულის გულები. ჩაიხედე დედა ერთ სარკეში. დედასავით დახვეწილი. ჰა? რა მოგიწიე კაც? მე რა გასწორე? სულ პრეტენზიები აქვს 27, რა ვიცი, რომელზე აღარ ვიცი უკვე. მორჩა? კამერას უნდა მალმალი გაწმენდა და ხა რა ვიყავს ისე დაბურული ჩანო რა ხდება. გასწორე? წინგოლის აგვისტო და მთელი გულით მინდა ხიზაბავრაში წავიდე 10 დღე თუ არა, ერთი კვირა მაინც. მაგრამ ერთი კვირა რას მეყოფა 2 დღე გზაში უნდა ვიყო. ფებია გაგიჟდება 5 დღით და 6 დღით რო დავრჩები მარტო. თუ შვიდობა იქნება, რა თქმა უნდა, არ წახვიდე ჩვენს ოჯახში და იმედი მაქვს რომ შვიდობა იქნება. და ყველაფერი ნორმალურად იქნება, აუცილებლად მინდა რომ წავიდე ბავშვი და ჩემი ხმიერი გოგონა. თუ არ მინდა რომ გავიხილო, იმედი ყოდი შვიდად იქნება. ჯუკლია მე რა შვიდ ცხრის ნახევარს მოგეთ უკილე 7 წუთი. სხვანაირად რომ მეთქვა არა, ახლა აიქიდა რომ დავიწყე. ხო და
ნახევარზე უნდა ვიყოთ სამსახურში. ანუ წინ გვაქვს უკვე 6 წუთი. 6 წუთი ყელში ამოგვივა. ამე მცხელა. განათებული მთავარი დედა. განათებული მთავარი. ნაყარი აღმერთ. ხო და შენ ამბობდი და განათლებულიო და ეს არის განათებული. წადი ახლა ბაღში წადი. დედა განათლებული მთავარი ამას ვებრწვით მე რა განის. განათლებული მთავარს ვებრწვით უკვე. რავი რა გითხრათ. რამდენი ხანია. და მაინც გაასწორა, მაგრამ მაინც ეპარებ. წავედით ბახსაშინა. ეს ვიყიდენ. ორი. ნიკოზე ჩოქანო გაიგეს ნიკოზე ვიყიდე და ჩემი სამი ნიკოს მექვს გააფრენს ნიკოზე. აქ მაქვს. ყველი, კიტრი, პომიდორი, ვაშლაკამა, ვერცხლი. ეს არის ჩემი შუადღის კვება, დილით ერთი ნაჭერი პური აუცილებლად უნდა მივირთვა. ცოტა ყველთან ერთად. ნუ ეს როცა მუშაობ, თორე ისე უფრო ხილს რაღაცას მივირთვა ხოლმე. ხო, არა, მიყიდა მაგ გვარაზე. და ამაში ხო ორი კვერცხი მიდევს. ამას მე დავტოვებ. ხო არა მჭირდება თვითონ ორი მჭირია, სამი ამოვტოვებ. რაზავტოვებ და ანუ ეს მეც არ მომაკლდება, არ კი არა, მომაკლდება ყოველდღიურ ასე რა. ასაღებ წამოსაღებად. დავიწყოთ დღე. ჯგუფში რა ხდება ნახავთ და მე თუნდაც ნახდებოდეს ანუ ავიღენ მეცებნა დავალაგო ჩემი ხები და მე გამოვიცვლი ბატონო რა ხდება მე გამოვიცვლი და ჩამოვაცამორიკე ის არ მეჩვენებია ჩემი მარიკოს პაპა ბატონი ალექსანდრე ალეს ვეძახით და მეც ალეს ვეძახი. თუმცა ყოველთვის თქვენობით მიმართავდი, მობრძანდით, ასე შემდეგ. როგორც ხდება ხოლმე თხოვებით, როცა მიმართავთ, მე უკვე ალეზე გადავედი, თუ შეიძლება ალეთი მერჩენია მეთქვა. რაღაც რომ მინდა ხოლმე, ესე იგი მე ვიტანჯებოდი იქიდან იქ გავფოდი რომ ადგილზე მისულყავდი, მოკეთ შევთანხმდით რომ როგორც გინდაოს დამწახავთ. მოკეთ ალეს ვეძახით, თუმცა ის არ შეცვლილა რომ მობრძანდით მირთვით ანუ ეგ ამბავი არ შეცვლილა, უბრალოდ ალეთი არ სახელით არ მიმართავდი ხოლმე რა. და მოკეთ არ მიჩვენებია მე მისი ფოტო, ხო და ჩემი მარიკოს და მისი პაპის ფოტო მინდა გაჩვენოთ, რომელიც არის ძალიან სიმპათიური. სხვა და ჩემზე მთელი ძალიან სიმპათიური ქალბატონია, მაგრამ სასტიკად არ უყვარს ფოტოების გადაღება. ანუ მაგაში ჩემი მარიკოს 100,000%-ით ვერ იტანს. ანუ ფოტო მისთვის არის და არ ვიცი რა გითხრათ. ის ფოტოს მოგვიანებით გაჩვენებთ, მანამდე გაჩვენებთ ჩემი მარიკოს და მისი პაპის ფოტოს. ახლა წავედი და ეს იქნება დილის ვლოგი, რასაც თქვენ დილითვე მე რა კონციალობდა ხალხო. ახლა მივდივარ სამსახურში. მზია მოვიდა და დაჭით მე წამოსული. ესა ყოფთა იცით, ისა რა ქვია, მაინც ახელი ჩანთა მაქვს. კოსმაპილია. ისა ნატურკი არა დაიჭქედით. წამწამის სიგრძის ყველაფერი ჩინია ნატურკი. ხო და ის არის. დღეს არის მე-13 დღე ჩემი სწორი ყოფი. აი მე. რამდენი შევცილი. რამდენი ხო ის არის. ჯატრის ფასი ხარ ყველაფერი არ არის. ახლა ხიდლის ფასიც არაფერი არ არის, მაგრამ არა ხო და ის არის. ისევ კვერცხს ამივაჭრეთ ხალხო.